ჩვენ ძალიან გვეგონა რომ მონობა მხოლოდ რუსეთთან მონობაში არ გამოიხატებოდა. და მონობის ჩვენ თავზე არ განცდა მოგვინდებოდა ყველასა და ყველაფერთან დამოკიდებულებაში, მათ შორის ევროკავშირთან და ევროსტრუქტურებთან დამოკიდებულებაში. თუკი ჩვენ არ გვინდა ვიღაც ერთი მხარის მონები ვიყოთ. მე მოგახსენებთ ერთ რამეს. არაერთი პარლამენტარი, ერთ-ერთი მეფე რაც მესაუბრა. სხვები სხვებს ესაუბრენ სასულიერო პირებს. გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ ჩვენ ვიცით, ხედავთ საფრთხეებს ამ კანონში, მაგრამ მიგვითითებენ საქართველოს შიგნით თუ საქართველოს გარეთ მყოფ ამ კანონ პროექტის ლობისტებზე და გვეუბნებიან, თუ გნებავთ, გადავდგებით ჩემი თანამდებობიდან, ოღონდ მეტი ძალა არ მაქვს მე. აი ამის თქმას ხომ საზოგადოება ასე გიყურებ და ასე შემოყურეთ ბატონებო. თქვენ ასეთები არაერთი არიან. შეიძლება აქაც არიან. მე ვისაც ვესაუბრე აქ არ ბრძანდება. თქვენ კი არ უნდა გადადგეთ ბატონებო. თქვენ უნდა იქ დაარჩეთ, სადაც ბრძანდებით და ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ. ეს ჩემი როგორც სასულიერო პირის და ეკლესიის წარმომადგენლის შეგონება ჩათვალეთქნებათ. ოღონდ არაჭკუის ისწავლებათ. გმირობას ყველას ვერ მოთხოვ, ასეთი გამოთქმა არსებობს. მაგრამ ადამიანი რომ პარლამენტარი ხდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ გმირობას მოგთხოვთ ჩვენ უკვე. ეს გმირობაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაგიქნევთ იც რომელიღაც შეკრებაზე, როდესაც ფულე დაგიქნევთ ხელს, როდესაც სხვები დაგიქნევენ ხელს და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. და მე ჩვენ გვეტყვით კულუარებში, რომ ბოდიში ბატონო, რა ვქნა, მეტი ძალა არ მაქვს. მე თქვენ გეუნებით ქალბატონო ეკა და ქალბატონ მანას, რომლის პოზიციიდანაც გაუგნებული ვარ. რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე გასაგები მიზეზების გამო ეს ალბათ აკმაყოფა ბევრმა იცის, რატომ ვცემ ქალბატონ მანას და არაერთხელ ვისაუბრე ამ თემაზე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პიროვნებას. ის რომ აუცილებელია ვიღაცის დირექტივა უნდა ვასრულოთ. და რატომ უნდა ვასრულოთ? ჩვენ იურისტებმა გვითხრეს, რომ ასეთი კანონი არ მიუღია ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისეთი ქვეყნები დაგვისახეს, რომელიც რაღაცით გვგვანან ჩვენ, მათ შორის სარწმუნოებრივად. კვიპროს და საბერძნეთს. ისე მიიღეს ეს ქვეყნები ევროკავშირში, რომ ეს კანონი არ მიუღიათ. ჩვენგან რატომ ვითხოვენ მაინც და მაინც, რომ ჩვენს ტრადიციებს უნდა გადავაბიჯოთ, იმიტომ რომ გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი. ბატონებო, მე სახელი და გვარი არ ვიცი, ბატონისა რომ იმას ბრძანა, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდება, მაგრამ ამაში ვერ ხედავს რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეს. მე პირდაპირ გეტყვით. მე არ მინდა ამას ნუ ჩავმიტვით რაღაც კიდე პოლიტიკად. ოლანდის ევროპა არ მინდა. მე იმ 800,000 კაცის ევროპა მინდა, რომელმაც მე პროტესტი გამოთქვა, იქ რა ფორმით ამაზე უნდა მელაპარაკები ძალიან გთხოვთ, მაგრამ პროტესტი გამოთქვა. 800,000 კაცი რომ გამობრძანდა და ერთსქესიან ქორწინებაზე რომ პროტესტი გამოთქვა. რამდენი ბწკარი შეიცვალა ქალბატონო კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ქვეყნის კანონში, რომელ ქვეყანაში 800,000 კაცი გამოვიდა. ვერც ერთი. დაახლოებით ისე, წინა ხელისუფლების პირობებში 200,000 კაცი რომ მიდგა და რაღაცას ითხოვდა და ყველა რომ დაარბიეს. მე თქვენ გეუნებით, ახალ ხელისუფლებას წინა გამოსვლა მოძღვარმა ბრძანა თქვენთან ეს ამბავი, რომ ვინ მოგცემდათ ხმას? არავინ არ მოგცემდათ ბატონებო ხმას. და ძალიან ბოდისკი ვიხდი, მაგრამ თქვენ გონიათ რომ ჩვენ გაუნათებლები ვართ, ახლა სასულიერო პირები ვართ თუ რა ხდება? ჩვენ ისე გველაპარაკებთ, ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, რა საშიშროება შეიცავს, ძალიან კარგად ინფორმირებულები გახლა ვართ. და საპატრიარქოს ყავს თავისი იურისტები, რომლებთანაც უმჯობესი იქნებოდა მანამდე გქონდათ კომუნიკაცია, ვიდრე აი აქამდე მოვიდოდით. არავისთან არ ქონიათ და ქალბატონმა თიაწულიკიანმა ბრძანა რომ ვიღაც ზემდგომ ეშელონებში ქონდა ეკლესიასთან და კიდე სადღაც რაღაც აღმოჩენა თუ მიგნება გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენო ეკლესიაშიო, რომ პატრიარქის განცხადების ეს ტონი და სულისკვეთება აღარ მიგრძნო. დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ შეურაცხყოფაა პატრიარქისა, ვერ გრძნობთ ამას? რო თითქოს პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს რაღაც განცხადებებს. ერთი წუთი ძალიან გთხოვთ, მე დავამთავრებ, რომ მეტყვია რომ რეგლამენტი და მე მინდა რომ ჩემი ეს არის გულწრფელი პოზიცია, ეს არის პოლიტიკოსის პოზიცია და ვიღაცები მოთქვეს რომ ქულების ჩასაწერად პოზიციებს არ ვაკეთებ აქ. კიდაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა წულუკიანმა ეკლესიაში რომელიღაც ჯგუფები. შეიძლება მე შევდივარ იმ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია ამა თუ იმ საკითხში, ქალბატონო ეკა, დგინდება არა ამა თუ იმ სასულიერო პირის, მათ შორის პატრიარქის მხოლოდ პირადი პოზიციით. არამედ ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლების და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე.
ვიღაცამ უნდა უკან დაიხიოს, ვიღაცამ არ უნდა უკან დაიხიოს. რატომ გეხალისებათ ასე რომ მაინც და მაინც თქვენი ხელისუფლების პირობებში უნდა მოხდეს ის რაც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ. თქვენ გეუბნებით ამას ბატონებო, რომლებიც მოხვედით ადამიანების იმედად, რომ ის აღარ მოხდებოდა, რაც მოხდა თორემ. ისინი, ვინც წინ იყვნენ, აწი ისინი გინ პარლამენტში დანიშნეთ, პარლამენტარებად და ბოდის ვიხდი, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, გინ ეგრეთ წოდებული დუბინკების მაწარმოებელი ცეხის დირექტორებად დანიშნეთ, იმათ მე ვფიქრობ, უკვე აღარ ეშველებოთ პოლიტიკურად არაფერი. მე თქვენ გეუბნებით, ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რა სახით ითვალისწინებთ პატრიარქის მოსაზრეებს. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ეკლესიასთან. მე შეგახსენებთ ერთ რამეს. წინა ხელისუფლების პირობებში მიიღეს სხვადასხვა რელიგიური მინარევები საჯარო სამართლის სუბიექტებად აღიარეს. 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა. პატრიარქმა ითხოვა წინა პრეზიდენტისაგან, რომ ვეტო დაადეო, იმავე საღამოს მოაწერა ხელი. ახალი ხელისუფლება მობრძანეს, ვინ გააუქმა ეს? მიღება უფრო, არ მიღება უფრო ადვილია, დამიჯერეთ აი ამ კანონის. ვიდრე მიღებულზე მერე წუწუნი და გაუქმება. ვეღარ გააუქმებთ თქვენ. ეს ადამიანები ჩვენი სიყვარული რაში გამოიხატება ამ ეგრეთ წოდებული LGBT ადამიანების მიმართ. სიყვარული თუ გაქვს ამ ადამიანებისა, უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ უნდა გვებრალებოდეს მძიმე წოდაში ჩავარდნილი ადამიანები. არაერთი ადამიანი ჩემთან პირადად მე ვსახურობ სიონის ტაძარში, მობრძანდი და დამელაპარაკეთ. არაერთი ადამიანი მოსულა ახსარება უთქვავს და გამოუხატავს თავისი ღრმა წუხილი. ვინ გააგდო, ვინ შეურაცხო, ვინ ცემა, ვინ დახვდა უკაცრავად და სადარბაზოს კარებში? არავინ. ამისთვის განსაკუთრებული კანონების მოგონება არა ეს საჭირო და ისაც აქ ითქვა რომ რაღაც ტერმინები ამოსაღებია ეს მუხლებრივად თქვენი განსახილველია მაგრამ მუხლების განხილვის შესვლა უკვე ჩათრევას ნიშნავს ეკლესიის პოზიციის არ გათვალისწინებით რაც მოხდა გითხარით ეკლესიის პოზიცია თუ კიდევ ისევ თქვენ ახალი ხელისუფლება არ გაითვალისწინებთ და ამ კანონზე ხელს მოაწერთ მე პირადად ვერ მოგიხსენიებ თქვენ თუკი თქვენი 109 კაცის შემადგენლობაში იქნებით, გამიჭირდება. ყველამ თვითონ გადაწყვეტავს თავის საქმე, მაგრამ გამიჭირდება. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს. და სხვადასხვა იურისტებისგან მოვისმინე რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში შეიძლება სასამართლო იმუშაოს. ეს უკვე სხემა იურისტებმა აგერ ბატონი დიმიტრი ბრძანდება მამ დათქვას. და კიდევ ბოლოს თქვენ რომ წაკითხული გქონდეთ ჰომოსექსუალთა მანიფესტი აქ ამდენი საუბარი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე არ იქნებოდა. სულ არის 2 თუ 3 გვერდი. ძალიან ცუდი წასაკითხია, მაგრამ წაიკითხეთ. ბოლოს ასე მთავრდება. იკანკალე ჰეტეროღორო. ჩვენ გვეუბნება, მე უკვე მოვდივარო. შეიძლება უკვე შენთანაც ვარო. საამესო საკანონმდებლო ბაზა შეიქმნებაო. ყველაფერი მოხდება. ამას თქვენ ახორციელებთ. ოცნების და საქართველოს მოქალაქეების ნაციონალებისგან გამომსყიდველი იმედებით რომ მოვბრძანდით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგურთხოთ და ის სიბრძნე მოგცეთ, რომ ეკლესიას უნდა დაუჯეროთ. რომელიმე კონკრეტულ სასულიერო პირზე კი არ გეუბნებით, თუმცა მათ უნდა უჯერებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები ვართ. ეკლესიის სწავლებას დაუჯერეთ.